სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული 1990-იანი წლების შეერაღებული მოქმედებებისას უგზო-უკლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ტაძარში იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. სახელმწიფო მინისტრის აპარატის და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში ამჯერად უგზო-უკლოდ დაკარგული 6 პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა. მათგან 5 სამხედრო და ერთი მშვიდობიანი მოქალაქეა. ორ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. მაკა არჩევნიშვილი ჩაგვერთვება აღია ეთერში, მაკა გისმენთ. დიახ, 3 წელი ელოდნენ ოჯახის წევრები აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების იდენტიფიცირებას. ამ ეტაპზე 6 პირის იდენტიფიცირება მოხდა და მათ დაახლოებით 33 წელი ჰქონდათ უგზო-უკლოდ დაკარგული სტატუსი. ჩვენ ვესაუბრეთ ოჯახის წევრებს და ისინი აცხადებენ, რომ დღევანდელი დღე არის მათთვის როგორც ძალიან მძიმე, ისე ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მათი ოჯახის წევრებს აღარ ექნებათ უგზო-უკლოდ დაკარგული სტატუსი და მათ ეცოდინებათ თუ სად არის მათი ოჯახის წევრების საფლავები. ომობდა აფხაზეთში, სოხუმში, იყო მეომარი. ეხლა 26 წელს იყო რომ დაიღუპა 92-ში. ძალიან დიდი დახმარება მიიღე წითელი ჯვრისგან. დიდი მადლობა ყველას. ჩვენ უკვე 33 წელია ვეძებდი. გიორგი გაბროშვილის დედა ვარ. 32 წელია ვეძებ შვილს. 93 წლის 24 სექტემბერს დილით 6-ზე ტყვეთა იყვანეს თავის ბიჭებთან ერთად. იყო უგზო-უკლოდ დაკარგული. 94 წლის 1 მაისს გადმოვასვენეთ და ვერ ამოვიცანით. ერთი იყო მარტო ამაჩ ნაცნობი, დანარჩენი უცნობებად დავასაფლავეთ კუკიაზე ძმათა სასაფლაოს. წითელი ჯვარი როცა მოვიდა ჩვენთან 2010 წლიდან და დავიწყეთ ერთობლივი მუშაობა, სინგაპურიდან მოვიდა პასუხი 99.99 მე ასეთი დაზუსტებული რომ ჩემი შვილია. სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი დღეს დილიდან მიმდინარეობდა. აქ იმყოფებოდნენ როგორც პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ქვეყნის პრეზიდენტი, ასევე აქ იმყოფებოდნენ საკანონმდებლო და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. აქ იმყოფებოდნენ ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები და ყველა მათგანი ერთხმად აღნიშნავს, რომ დღევანდელი დღე არის კიდევ იმის დადასტურება, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ესეთი მომენტები ჩვენ ერთის მხრივ არის მწუხრის მომენტი, როდესაც ოჯახებს კიდევ ერთხელ ეხსნებათ ის იარა, რომელიც ოჯახის წევრების დაკარგვასთან არის დაკავშირებული და მეორეს მხრივ ეს არის სიხარულის მომენტიც, როდესაც შესაძლებლობა ეძლევათ, რომ დაიტირონ საკუთარი რამდენიმე ათწლეულის წინ დაკარგული ოჯახის წევრები. ჩვენ დღეს კიდევ გვაქვს 2000-მდე უგზო-უკლოდ დაკარგული სამხედრო და სამოქალაქო პირი, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების დროს და მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ოჯახს მიეცეს შესაძლებლობა დაიტიროს საკუთარი ოჯახის წევრები. ამავე დროს ეს ის მომენტები არის, როდესაც ჩვენ ვფიქრობ ჩვენს იარებზე, რომელიც 3-10 წლის წინათ გაგვეხსნა და რომელიც ყოველდღიურად გვახსენებს თავს და ამავე დროს გვახსენებს თუ რა ვიწრო არის ზღვარი მშვიდობასა და ომს შორის. განსაკუთრებით მძიმე დღე აფხაზეთში უგზო-უკლოდ დაკარგულად მიჩნეული დამატებით 6 იდენტიფიცირებული პირის, მათ შორის 5 სამხედრო მოსამსახურის ოჯახებისთვის, რომლებიც არიან ომის სისასტიკით გამოწვეული იმ ტრაგიკული მოვლენების უშუალო მონაწილე, რაც ჩვენი ქვეყნის მრავალათასობით ოჯახმა გამოსცადა და რაც უკავშირდება ახლობელი ადამიანის დაკარგვას, დევნილობას თუ უგზო-უკლოდ გაუჩინარების უმძიმეს ხვედრს. ჩვენი ქვეყანა და ხალხი სამწუხაროდ დღემდე განიცდის საქართველოში 90-იანი წლების შეერაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის უმძიმე შედეგებს და ამიტომაც განსაკუთრებით აფასებს მშვიდობას, რისთვისაც საქართველოს მთავრობა გაერთიანებული ძალის ხმებით, თანმიმდევრული, პრაგმატული მოქმედებებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედიები ჩვენს ქვეყანაში აღარ განმეორდეს. დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ჩვენს გმირებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი გაიღეს თავისი სამშობლოსთვის, თავისი სიცოცხლე. მე მინდა მიუსამძიმრო მათ ოჯახებს, ასევე მინდა რომ
ყველა იმ უწყებას, ვისაც მონაწილეობა აქვს მიღებული მათ იდენტიფიცირებაში და გადმოსვენებაში, მადლობა მინდა გადაუხადო მათ. უკვე 33 წელი შესრულდება მალე აფხაზეთის ომიდან და მიუხედავად ამისა ძალიან ბევრი ოჯახი დღემდე ელოდება. თავისი შვილი, ოჯახის წევრი როდის დაუბრუნდება იმ ადგილს, სადაც მის მონახულებას შეძლებენ ოჯახის წევრები. ძალიან მძიმეა ბუნებრივია, ძალიან კარგად მიდის პროცესი, დიდი მადლობა მინდა უთხრა აფხაზურ მხარეს, წითელ ჯვარს, რომლის ჩართულებითაც ეს ყველაფერი ხდება. სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ცხედრები უკვე ტაძრიდან გამოასვენეს და მათ ცოტა ხანში დიღმის ძმათა სასაფლაოზე პატივით დაკრძალავენ. მაკა არჩენიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.